DC Comics-ის კომიქსების ერთ-ერთი რა გითხრათ, ყველაზე ძველი გამომცემლობის მიერ 1929 წელს გამოშვებული სუპერმენის პირველი სერიის ეგზემპლარი აუქციონზე რეკორდულ 9 მილიონ $100,000 გაიყიდა. კომიქსი 2024 წელს სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა სამმა ძმამ აღმოაჩინა, რომლებმაც გარდაცვლილი დედის სახლს ალაგებდნენ და სხვენში მათ ძველი კომიქსების დამალული ფაქტიურად საგანძური იპოვეს. ძმების თქმით, კომიქსებს მათი ბიძა აგროვებდა დიდი დეპრესიის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და კომიქსების შეფასების სერვისის, ანუ Certified Guaranteed კომპანიის თანახმად სუპერმენის ნომერ 1 კომიქსს იშვიათი 10 ქულიდან 9 ქულა მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ კომიქსი არის იდეალურ მდგომარეობაში შენახული. გასაოცარი ამბავია, რამდენად კარგად არის შენახული ის წიგნიც, რადგან წლების განმავლობაში მხოლოდ მუყაოს ყუთში გაზეთებს შორის ინახებოდა ეს ყველაფერი და აი ამ პერიოდში 9 ქულით შეფასებული სხვა კომიქსი უბრალოდ არ არსებობს. ხოდა სააუქციონო სახლის Heritage აუქციონის, რომელიც ბოლო წლებში კინო და პოპ კულტურის ყველაზე ძვირადღირებულ აუქციონებს ატარებს, ვიცე-პრეზიდენტის ლონ ალენის თქმით, კომიქსების არსებობის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა. მოძებნეს იპოვეს ეს ყველაფერი სხვენში, წიგნებს შორის ჩამალული და 9 მილიონ $100,000-ად გაიყიდა. ასე რომ კარგად დაჩრიკეთ თქვენი სხვენი.